იწყებს თუ არა ოცნების მთავრობა რეპრესიებს მაღალი ფასების მოტივით. ირაკლი კობახიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს მარკეტებისა და სადისტრიბუციო კომპანიების საკითხი შეისწავლოს. ის საქმეში ოცნების პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ჩართვასაც ითხოვს. ჩნდება ეჭვი, რომ ბაზრის მოთამაშეები კარტელური პრინციპით მუშაობენ, თქვა კობახიძემ. საქმე ეხება პროდუქტების ფასს, რომელზეც ივანიშვილის რეჟიმი მმართველობის მე-14 წელს შეწუხდა. თამარ დემეტრაშვილი დეტალებით. კარტელული გარიგებები და არარეალურად მაღალი ფასნამატი. ქართულმა ოცნებამ აღიარა, რომ საკვების ფასები ქვეყანაში მაღალია, ქსელური მარკეტები კი მოგების მაღალი მარჟებით მუშაობენ. ირაკლი კობახიძემ დღეს დილით მორიგი პრომო ვიდეო გამოაქვეყნა და მაღაზიებს გამოძიების დაწყებით და ანტიმონოპოლიური სამსახურით დაემუქრა. კობახიძე ამბობს, რომ კვლევა ჩაატარეს, რის საფუძველზეც დაადგინეს, რომ ქართულ მარკეტებში კონკრეტულ პროდუქტებზე ფასები ევროპულზე მაღალია. ქსელში შესვლისთვის კი სხვადასხვა სახის გადასახადი აქვს დაწესებული. კობახიძემ ისიც თქვა, რომ მაღაზიების რაოდენობა ქვეყანაში ძალიან ბევრია, მათი გახსნის ხარჯი კი ასევე მომხმარებელს აწვევად ფასნამატის სახით. საქართველოში ქსელური მარკეტების ფინანსური მოგება ევროპულზე ბევრად მაღალია. კერძოდ საქართველოში კონკრეტული საცალო ქსელების წმინდა მოგების მარჟა 7, 8 და 14%-იც გია, როდესაც ევროპაში მათი წმინდა მოგების მარჟა საშუალოდ 2%-ია. პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები შეასრულა შეთანხმებულად კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ, რასაც ბუნებრივია დამატებითი ანალიზი ესაჭიროება. აქტიურად ვიმუშავებთ სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ფასების შემცირებას მივახციოთ. საჭიროების შემთხვევაში ამისათვის სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებულ ანტიმონოპოლიურ მექანიზმებსაც გამოვიყენებთ. გარდა ამისა, მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს სიღრმისეულად შეესწავლონ საკითხი და დაადგინონ ხომ არ იკვეთება კონკრეტული სუბიექტების საქმიანობაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. ასევე მინდა ვთხოვო საქართველოს პარლამენტს შექმნა საპარლამენტო კომისია. საბჭოთა წარსულში დაბრუნება თუ რეალური ბრძოლა მაღალ ფასებთან. ეკონომისტებისთვის ორივე მიმართულება მიუღებელია. პირველ შემთხვევაში კობახიძის განცხადება მათ საბჭოთა ობეხე გაახსენა, ეკონომიკური მილიციის ერთგვარი სახე, რომელიც ვაჭრობაში მავნე მოვლენებს ებრძოდა. რაც შეეხება ფასებში ხელოვნურ ჩარევას და მით უმეტეს ძალოვანებით დამუქრებას, ეკონომისტები ამ ვარიანტსაც მიუღებლად მიიჩნევენ, რადგან ირღვევა თავისუფალი ბაზრის და საბაზრო ეკონომიკის პრინციპები. ისინი მიიჩნევენ, რომ ფასებს ქვეყანაში კონკურენცია და გამართული ფულად საკრედიტო და საგადასახადო პოლიტიკა უნდა არეგულირებდეს და არა ხელოვნური ჩარევა. თუმცა ეკონომისტებისთვის პროგნოზირებადი იყო ისიც, რომ სხვა სფეროებთან ერთად ოცნება ვაჭრობის სფეროს რეგულირებასაც დაიწყებდა. ცოტა ხნის წინ, როდესაც განათლების რეფორმაზე იყო საუბარი, ვახსენე, რომ როდესაც პარტია ფიქრობს პრინციპებზე, როგორც არის ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, ის მალე დაიწყებდა ფიქრს პრინციპზე ერთი უბანი, ერთი მარკეტი. ერთი უბანი, ერთი აფთიაქი და ეს დაახლოებით ერთი თვის წინ მოხდა, საჯაროთაც ამაზე ვთქვი და ამიტომაც, როდესაც ჩვენ შევდივართ დიქტატურულ რეჟიმში, ანუ რეჟიმში მმართველობის, რომელიც წააგავს დიქტატურას, იქ დიქტატურა და პარტია ცდილობს დიქტატორულად მოაგვაროს პრობლემები, რაც გულისხმობს შემდეგს, გულისხმობს ტოტალურ კონტროლს არამხოლოდ პოლიტიკურ ფაქტორებზე და პოლიტიკურ პროცესზე, არამედ ეკონომიკურ პროცესზეც. იქ სადაც ჩვენ პოლიტიკურ დიქტატურას ამყარებ და პარტიულ დიქტატურას ამყარებ, იქ პარტია გადაწყვეტს, სად გაიხსნას მაღაზია და რა ფასებით გაყიდოს იქ პროდუქცია და საბჭოთა კავშირმა ეს ყველაფერი დაამთავრა იმით, რომ ის მაღაზიები და ის ფასები, ის მაღაზიები იყო ცარიელი და ფასებმა დაკარგა მნიშვნელობა. თავარი მიზეზი ზოგადად ფასის არის გადასახადები. ხო, საქართველოში საბოლოო პროდუქციაზე DGG არის 18%, ხო? პირობითად აქვს ხაჭაპური იქნება ეს თუ რძისგან წარმოებული ყველი, მასე DGG არის 18%, როცა ევროპაში მაგალითად არის დიფერენცირებული და გაცილებით ნაკლები, სამჯერ 4-ჯერ ნაკლებია იქ DGG ვიდრე საქართველოში. სურსაც გულისხმობ, რაც თავისთავად დაბალ ფასებსაც განაპირობებს. ეს ნაზავი რაღაც პოპულიზმის და მთავრობის ხელში არსებული ბერკეტებით მუქარის, ასე ვთქვათ, სუპერმარკეტების მიმართ და ამ მსხვილი სუპერმარკეტების ქსელების მეწილების დიდი ნაწილი და მათი ოჯახის წევრები მმართველი პარტიის შემომწირველები არიან, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად ვხვდებით, როდესაც პრობლემები ექმნება ავტოკრატიულ რეჟიმს, მას შეიძლება საკუთარი მომხრეებიც და საკუთარი დაფინანსებლების, ასე ვთქვათ, გაწიროს.
როგორია მაღალ ფასებთან ბრძოლის ქართული ოცნებისეული პრაქტიკა. მაყურებელს შევახსენებთ პურის ფასის დასთან დაკავშირებულ მოკვლევას, რომელიც ჯერ კიდევ პრემიერ ბახტაძის დროს ანტიმონოპოლიურ სამსახურს დაავალეს. ამ მოკვლევის ჩატარება მთელი 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ეს მოკვლევა და საბოლოოდ დაასკვნეს, რომ კარტერული გარიგება არ ყოფილა და მაშინ პური ობიექტური მიზეზის გამო გაზარდა.